საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება და შეფასებები რუბრიკაში კვირის თემა. საქართველოს ხელისუფლების პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებების მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას ოკუპირებულ აფხაზეთში, რისი გაგრძელებაცაა მარიონეტული რეჟიმის მიერ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვა. ხურჩანაბაკევისა და ორსანტია ოტობაიას გაუქმებული გამშვები პუნქტების გასწვრივ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ბოძები აღმართეს, რომლებზეც ლითონის ფურცლები მიადუღეს. გაყოლებაზე კი მავთულ ხლართები გაიყვანეს და ამით გადასასვლელების გაუქმების დემონსტრირება მოახდინეს. ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად გადაადგილება საქართველოს კონტროლდებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. გადასასვლელების გაუქმების გამო დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლებს მეზობელ რაიონამდე გზა 30-50 კილომეტრით გაუგრძელდათ და ენგურის ხიდამდე ავტობუსით მგზავრობის ხარჯებიც დაემატათ. სავარაუდოდ 10 დღეში საბაჟო გამშვები პუნქტი ამოქმედება და ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც გამბაჟებას დაექვემდებარება. გავრცელებული ინფორმაციით 5 მარტის შემდეგ კი ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებული დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ოკუპირებული გალის რაიონის ქვედა ზონაში აფხაზური სამხედრო შენაერთების წარმომადგენლების კონცენტრაციაც შეინიშნება. არაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებით ხსნის. ქართული მხარის განმარტებით კი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე-ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით მიიღო. ორსანტია ოტობაიასა და ხურჩანაბაკევის გადასასვლელებით სარგებლობს მშვიდობიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, განმარტავს ქართული მხარე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით გადასასვლელების დაკეტვის გადაწყვეტილება უხეშად არღოს გადაადგილების თავისუფლებას და კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას. მოუწოდებთ ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა მხარეს გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე, პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გადადგას ნაბიჯები არა ქართულების, არამედ გადაადგილების შესაძლებლობების შემდგომი გამარტივებისკენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში. ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტს საქართველოს საგარეო უწყებაც ეხმიანება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივისცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრვალდებულებებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ჯეროვანი შეფასება მისცეს ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას. ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე. ხურჩანაბაკევისა და ორსანტია ოტობაიას ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც სოხუმს მოუწოდებს გადასასვლელების დახურვაზე გადაწყვეტილებას გადახედოს. ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეში დარღვევაა და ამავდროულად წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სიმძიმე პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობაზე აისახება და ეს პროვოკაციული ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას ემსახურება. რუსეთი მიმართავს მისთვის ჩვეულ ხერს. იგნორირება გაუკეთოს მსოფლიო აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სხვა ქვეყნის პრობლემებს. ამ შემთხვევაში მთელმა მსოფლიო ხმა აიმაღლა იმის მიმართ, რასაც სოხუმი აკეთებს ამ გადასასვლელებთან დაკავშირებით. ევროკავშირი, ეუთო, გაერო, ნატო მიმართავდნენ სოხუმს, რომ მას არ გადაედგა ეს ნაბიჯი. რამე თუ ეს ეხება არა მარტო გალის მოსახლეობას, ეს მთლიანად
არ წაადგება კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ჩვენ დღეს ვხედავთ თუ როგორ გაუჭირდებათ გალილებს შემდგომი ურთიერთობა ენგურ გამოგმა თავის ნათესავებთან, ახლობლებთან და ზოგადად საქართველოს დანარჩენ ნაწილთან. მოსწავლეებს, რომლებიც დადიან აქეთ უდიდეს რაიონის სკოლებში, გაუჭირდებათ იმ ხალხს, ვინც შველას ითხოვ ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით აქ ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში. ამაზე იქნება საკმაოდ მწვავე საუბარი ჟენევის ბოლო მოლაპარაკებებში, რომელიც ჩატარდება თვის ბოლოს. მე შევხვდი სხვებთან ერთად მათ წარმომადგენლებს აქ თბილისში, ვისაუბრეთ ამ თემაზე. ძალიან სერიოზული განწყობა აქვს თვითონ ჟენევის ჯგუფის ხელმძღვანელობას, ამ ჯგუფის შემავალ ყველა წევრს. მე არა მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ ეტაპზე რაღაცა ცვლილება შევიტანოს სოხუმმა თავის გადაწყვეტილებაში. თვითონ აფხაზურმა მხარემ მე არ არის დღევანდელი აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოპოზიცია. მათ დაადანაშაულეს დღევანდელი ხაჯიმბას ხელისუფლება იმაში, რომ რასაც ისინი აკეთებენ გალილების მიმართ, ეს არის გალილების გარიყვა აფხაზეთის სივრციდან და ეს სასიკეთოს არაფერს არ უქადნის თვითონ აფხაზეთს და მათ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედება დაგმო ეუთომ იაპონიის საელჩომ ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. შეერთებული შტატების მოწოდება კვლავ გაიხსნა აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა, ოკუპირებული აფხაზეთი არ აპირებს გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ეგრეთ წოდებული საგარეო უწყება. უფრო მეტიც, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის გადაწყვეტილება გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ სავსებით შეესაბამება აფხაზეთის კანონმდებლობას და გადახედვას არ ექვემდებარება. ასე ეხმიანებიან აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ოანა ლუგენსკუს მოწოდებას არ დახურონ საქართველოსთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტები. როგორც ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული მსგავს მოწოდებაში, რომელიც უფრო მოთხოვნას გავს, ნატოს წარმომადგენლის მხრიდან ჩანს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გადაწყვეტეს აფხაზეთის მიმართ ღია ზეწოლაზე გადავიდნენ. ამასთან თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, როგორც თავად ამბობენ, სერიოზულად აფიქრებთ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის გაძლიერებული ურთიერთობები, რომლებიც გამოხატულია მათ შორის ნატოს საქართველოს რეგულარულ სამხედრო სწავლებებში. თავი მხრივ ამას განიხილავენ როგორც პირდაპირ საფრთხეს აფხაზური ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამჯერად ნატოს სახით გააცნობიერონ არსებული რეალობა და მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსაზღვრე სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთის რესპუბლიკაა. აღნიშნულია ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებაში. ამის პარალელურად მარიონეტული რეჟიმი ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი გამბას განცხადებით, მოწვევა გაეგზავნა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას იმ ქვეყნებში, ვინც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე რამდენიმე ათეულ უცხოურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს. ოფიციალური თბილისი კი ირწმუნება, რომ მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებებით და ქმედებებით საოკუპაციო რეჟიმი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც უჭერს მხარს.